вот трещина, которая идет вверх, вот она, возле винограда. Ну вот она поднимается. ეს სამოყვარულო ვიდეო ოდესური საზოგადოებრივი ორგანიზაციის ვოენსკაია დობლესტის წევრებს ეკუთვნით. ისინი 1977 წელს ბეტონის უზარმაზარი კედლის ჩასხმამდე გადაღებული ფოტოთი იმ სახლს ეძებენ, რომელშიც დახვრეტამდე ვასილ ივანიძე ივანოვი, ოდესელი პარტიზანი, ზედმეტ სახელად კოზა ცხოვრობდა. პარტიზანის სახლის მისასვლელთან ოდესიდან 30 კილომეტრში, სოფელ ნაკუიალნიკში მივდივართ. აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია გამოქვაბულები, რომლებსაც ადგილობრივები სახლებად ამ დრომდე იყენებენ. ჩვენი ისტორიის გმირის ფანჯრები და კარები კი ამოქოლილია, რათა ადგილობრივი ბავშვები კატაკომბებში შესვლისგან და დაკარგვისგან დაეცვათ. მსხვილი რკინა-ბეტონის კედლის იქით დიდი ხნის წინ მიტოვებული სახლი, რომელსაც საქონლის სადგომიც აქვს და რა თქმა უნდა კატაკომბებში გასასვლელიც. Мы с вами находимся в типовом жилье. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის ადგილობრივი მცხოვრებლების ტიპიურ საცხოვრებელში. აქ ვხედავთ კარს, ღუმელის ნარჩენებს. ჩვეულებრივ საცხოვრებლის ბოლოში იყო საქონლის სადგომი, სადაც ყავდათ თხები, ღორები. ეს არის ცნობილი ვასილ ივანოვიჩ ოზას სახლი, სოფლის საბჭოს თავმჯდომარის. 1941 წლის დეკემბერში ებრაელი ამხანაგები შეიფარა. ისინი აქ 1942 წლის ივლისამდე ცხოვრობდნენ. 1941 წლის 8 ნოემბერს ფაშისტური გერმანიის რუმინული ნაწილების მიერ ოკუპირებულ ქალაქში ებრაელებისთვის გეტოს შექმნის შესახებ ბრძანება გამოსცეს. მათმა ნაწილმა კატაკომბებში აფარა თავი. 17 წლის ოდესელმა გოგონამ ჟენია ფურმანმა მისი და მისი ახლობლების შეფარება სწორედ ვასილ ივანიძე ივანოვს თხოვა. დაახლოებით 40-მდე ადამიანი, ქალები, ბავშვები, მოხუცები სწორედ ამ გზით მოვიდნენ ამ მოედნამდე, სადაც დაახლოებით 8 თვე გაატარეს. ეს ჭა იმისთვის ამოიღეს, რომ მეზობლებს მასპინძლის გაზრდილი წყლის ხარჯი არ შეემჩნიათ. საკვებს სწორედ ივანოვი უზიდავდა. Читая воспоминания партизан, სამძებრო სამუშაოების დროს დიდხანს ვფიქრობდით, საიდან დაგვეწყო. რა იქნებოდა ყველაზე დამახასიათებელი ადგილი, რომელიც დაგვეხმარებოდა პატარა პარტიზანული სადგომის მოძებნაში. პარტიზანების მოგონებების საკითხვისას მივხვდით, რომ ეს შესაძლოა ჭაყოფილიყო. ვასილ ივანოვმა აუკრძალა მათ თავისი ჭის გამოყენება, რომ ისინი მეზობლებს არ შეენიშნათ. ამიტომ მათ დაახლოებით ერთ თვეში საკუთარი ჭა ამოთხარეს. როდესაც ადამიანი მიწის ქვეშ პირველად ჩადის, ის შიშს გრძნობს. პარტიზანების მოგონებებიდან ვიცოდით, რომ ერთი მოხუცი შიშისგან გულის შეტევით დაიღუპა. ჩვენ კოზას სახლის გარშემო 300 მეტრის რადიუსის ფარგლებში შემოვღობეთ და სავარაუდო შესასვლელის ძებნა დავიწყეთ. ასე ვიპოვეთ ჭა და მივხვდით, რომ ეს რაზმის ნამდვილი სადგომი იყო. მეტალოდეტექტორებით ტერიტორიის შესწავლა დავიწყეთ. ვიპოვეთ მასრები, ტანსაცმელი, ბავშვის სათამაშოები, ვიპოვეთ გაჭვარტლული კედლები, რადგან აქ მცხოვრებლები ანთებდნენ სანთლებს, ნავთისა და ზეთის ლამპებს. სამწუხაროდ, 1 წლის წინ ნიაღვარმა ჭა დააზიანა. კატაკომბები ინგრევა. ჩვენი მეგზური გვიყვება, რომ წვიმის შედეგად ქანები ირეცხება და ზემოდან ჩამოტანილი მიწითა და თიხით ივსება. к сожалению, стоянку этих партизан სამწუხაროდ პარტიზანების სადგომი ჩამონგრეულმა კლდემ დაფარა. 1 მეტრის სიმაღლის კლდე ჩამოვარდა და საყოფაცხოვრებო ნივთები, იარაღი, შესაძლო წერილები, ჭურჭელი ქვეშ მოიყოლა. ასე რომ იმ მცირერიცხოვანი საგნების გარდა, რომლებიც აღმოვაჩინეთ, დანარჩენი ნივთები ჩვენ ფეხქვეშ არის მოქცეული. კატაკომბები ორი გზით ზიანდება, კლდის ჩამონგრევით და ნიაღვრით. წვიმას აქ ჩამოაქვს ქვიშა, მიწა და თიხა. აქ ჩვენ ვხედავთ თიხის მდინარეს, რომელმაც აქაურობა დაფარა და ჭა ნახევრად ამოავსო. გეტოდან გამოქცეული ებრაელების სადგომიდან მალევე გამოვდივართ და ოდესის კიდევ ერთ დასახლებაში მივდივართ, რომ სულ სხვა კატაკომბები ვნახოთ.
ოდესის ოკუპაციის დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოდესური პარტიზანული რაზმის, მოლოდცოვ ბადაევის რაზმის სადგომის სიახლოვეს ომის დროინდელ ხელყუმბარებსაც პოულობთ. Разрушены абсолютно. აქ ნერუბაისკში ჩვენ ვხედავთ მოლცოვ-იბოდაევის პარტიზანული რაზმის სადგომს, რომელიც დღემდე შემორჩა. აქ არის ქვის საწოლი, ქვის კამები და მაღაროელები, დეზერტირები და პარტიზანები. ანუ ყველა ის, ვისაც მიწის ქვეშ დამალვა სჭირდებოდა. იქით ქვის საძინებელია, ეს არის ყუმბარები, რომელიც ბრძოლაში გამოიყენებოდა. ეს ყუმბარა არ აფეთქდა, ისინი აქ ვიპოვეთ. Жили дезертиры. გმირებისა და ფაშისტებს გამოქცეული ადამიანების გარდა ამ დარბაზებში დეზერტირებიც იმალებოდნენ. წარწერები კედლებზე ბევრია, თუმცა მათ შორის ისეთების ნახვაც შეიძლება, რომლებზეც თარიღებად 1941 და მომდევნო წლებია აღნიშნული. არის ადრეული წარწერებიც, მაგალითად ბოჟეხრანიც არია, ანუ ღმერთო დაიფარე მეფე. ოდესური საზოგადოებრივი ორგანიზაციის ვოინსკაია დობლესს სპეციალისტების დახმარებით ექსგუმაციაც ჩაუტარებიათ და უცნობი ჯარისკაცის ნეშთი მიწისთვისაც მიუბარებიათ. ამ ძვლებთან ერთად კი მათ ამჯერად წამლის შუშებიც იპოვნეს. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აღმოჩენები მიწის ზემოთაც მიმდინარეობს. ოდესის დამცველი 412 ბატარეის ადგილას ახლა იმ მეშახტეების ძეგლი დგას, რომლებმაც ბატარეისთვის სიცოცხლე გასწირეს. 1941 წლის აგვისტოში ბატარეას ქალაქი და პორტის დასაცავად სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ისე მოხდა, რომ ფრონტზე ახლა ჩამოსული დონბასელები ბრძოლაში მაშინვე უნდა ჩაბმულიყვნენ. მათ ნიჩბები, ყუმბარები და მხოლოდ რამდენიმე შაშხანა დაურიგეს. 250 მეშახტიდან უკან მხოლოდ 30 დაბრუნდა. ამ კოტეჯების მშენებლობისას აღმოჩენილი ძვლები და ნივთები 412 ბატარეის დამცველებს უნდა ეკუთვნოდეთ. ისინიც აქვე მიწას მიაბარეს. Звият, ты понимаешь, вот именно... ზოგი ადამიანი ფიქრობს, რისთვის თხრით, ვის ჭირდება ეს. თუმცა ასეთი მოვლენების დროს ის ადამიანებიც კი, რომლებსაც მაჭამის მეტი არაფერი ადარდებდათ, ივიწყებენ დასვენებას, რესტორნებს, საქმეს და მოდიან აქ ყვავილებით. იმ ადგილის სანახავად, სადაც მათი მამები და ბაბუები დაიღუპნენ. ეს ბევრი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე წლის წინ ჩვენ კუზნეცოვის პარტიზანული რაზმის სადგომი აღმოვაჩინეთ. რაზმის მეთაურს კუზნეცოვის შთამომავლობიდან დღეს ცოცხალი მხოლოდ მისი 86 წლის შვილია. 2 წლის წინ ის სპეციალურად მოსკოვიდან აქ ჩამოვიდა, რომ ენახა სად დაიღუპა მამამისი. 412 ბატარეა აფეთქებამდე დაახლოებით 100 გამოიყურებოდა. ეს 411 ბატარეაა. ახლა მის ადგილას სამხედრო, ისტორიული მუზეუმია. ამ ტრამვაის ვაგონით კი ოდესის დამცველები პირდაპირ ფრონტის წინა ხაზამდე მიდიოდნენ. ოდესის დამცველთა გვარების ნაწილი ამ ტაძარშია კედელზე სვეტებად. ქართული გვარები აქ იშვიათობა არ არის. 1941 წელს ოდესის დამცველთა 73 დღიანმა ბრძოლამ საბჭოთა მხრიდან 40,000-მდე ადამიანი შეიწირა ან დაასახიჭრა. მოწინააღმდეგის დანაკარგები საბჭოთა დანაკარგებს დაახლოებით 4-ჯერ აღემატებოდა. დაახლოებით 150,000-მდე მშვიდობიანმა მცხოვრებმა ალყაშემორტმული ქალაქიდან ევაკუაცია შეძლო.